დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების გადაცემასთან დაკავშირებით დღეს 400-მდე დევნილი ოჯახისთვის გამოგვაქვს გადაწყვეტილება ეს გახლავთ თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში გადავცემთ საკუთრებაში საცხოვრებელ ფართებს ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 15,000-მდე ოჯახია უკვე ვინც დაგმოყოფილდა მთავრობის მხრიდან საცხოვრებელი ფართებით საკუთრებაში გადაეცათ მათ ეს და ეს პროცესი გრძელდება და ვფიქრობთ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანებს შევუქმნათ ის შეგრძნება რომ პირველ რიგში მათ ეკნებათ მუდმივი ჭერი და ეს იქნება მათი საკუთრება მაგრამ ასევე მინდა ვთქვა რომ არც ერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი რომ ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ყველას გვაქვს ამის იმედი, არა მხოლოდ იმედი, არამედ მუშაობთ ძალიან ბევრს იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველო გაერთიანდება აუცილებლად.